მებით უყურებთ ახალ ამბებს 16 საათზე მე ლევან წუწუნავა ვარ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ანტიკორუფციული სააგენტოს გამორჩეული ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომლის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის და ჩვენი სამსახურისთვის აღნიშნულია განცხადებაში. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში თავისივე ცეცხლსროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. მორიგი უსაფუძვლო ბრალდებები და მტრობა ქვეყნის წინააღმდეგ ასე აფასებს მმართველი გუნდი ნაცმოძრაობის ყოფილი წევრის გიორგი კანდელაკის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს საქართველოს წინააღმდეგ. კანდელაკმა ჰადსონის ინსტიტუტში გამართულ ღონისძიებაზე კვლავ საქართველოში თითქოს და ირანული გავლენების გაძლიერების შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის მსგავსი ბრალდებები კანდელაკს აქამდეც გაუჟღერებია, რის გამოც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა, თუმცა გამოძიებას ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები ვერ წარუდგინა. ჩვენს ანგარიშში ციტირებულია ერთი შემთხვევა. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩენილი ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას. მას ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლა, როცა თქვა, რომ მან დაინახა მკვლელი, რომელიც მის მოსაკლავად გააგზავნეს. ეს მკვლელი დმანისიდანაა და არის საქართველოს მოქალაქე. ასეთივე რამდენიმე სხვა შემთხვევაც მოხდა. საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს საბერძნეთში და ბრალი წაუყენა საბერძნეთის კონტრდაზვერვამ შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო აქტივებზე ჯაშუშობისთვის. ეს არის ძალიან ცუდი, რაც საქართველოში ხდება ქართველ ხალხს არ მოსწონს, რაც ხდება აშკარად ცუდია შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის. საქართველოს მთავრობა კი პარალელურად უსწორდება და ავიწროვებს უნივერსიტეტს, საზოგადოების დიდ ნაწილს, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კატაკლიზმური განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომლითაც საქართველოს ყველაზე რეპუტაციულ სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უმცირდება ბიუჯეტი 97%-ით. ეს მაშინ, როცა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს აქვს 3 კამპუსი და ყვავის. სკეპტიკოსი იტყოდა, რომ მას არ აქვს აკრედიტაცია, მაგრამ მერე რა ის ხომ არსებობს ყვავის. ჩვენ გვაქვს რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც შთაგონებულია რუსეთის მიერ. თუ თქვენ იღებთ გრანტს რეპუტაციული შეერთებული შტატების ფონდიდან საერთაშორისო სტანდარტებით იმ კანონებით, რომლებიც ძალაშია, ეს არის 6 წლით ციხეში მოხვედრა. მაშინ, როდესაც ყალბი ირანული არასამთავრობო ორგანიზაციები ყვავიან. გიორგი კანდელაკი საუბრობს იმაზე, რომ თურმე ქართველ ხალხს არ მოსწონს, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ აბსოლუტურად არჩევნები აჩვენებს საპირისპირო შედეგებს, რომ მოსწონს ჩვენი გატარებული ეროვნული პოლიტიკა ქართველ ხალხს. ძირითადი ის მიმართულებები, რაც ჩვენ ზოგადად ჩვენი გატარებული პოლიტიკა ყველგან გვაქვს აბსოლუტურად წარმატება და არ გვაქვს ძირითადად სტაგნაცია. აქედან გამომდინარე, რაც მოსწონს ქართველ ხალხს, იმას აძლევს ხმას ზუსტად. საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდობას მაგალითი მისცე, როგორი არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, აი ეს არის ეს ბატონი, რომელიც საკუთარ სამშობლოს აი ესე დამსვენის როლში გამოდის, თანაც ყალბი ბრალდებებით, ხო? არანაირად არ შეესაბამება იოტის ოდენას სიმართლეც არ არის მის ამ ნათქვამში, აი ამ ბატონის აი ამ განცხადებებში, ამ სიყალბეში, ამ სიბინძურეში, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გავრცელებს. ბიზნესია, მოკლედ ამათთვის ეს ყველაფერი, ფულშოულობენ, ხელფასს იღებენ, გასამჯელოს იღებენ, რომ საკუთარი ქვეყანა დაასვინონ და საკუთარი ქვეყანა გახვიონ უბედურებაში. თარიღი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა, ოპოზიციას სურს დაპირისპირების ასპარეზად აქციოს. ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში 26 მაისს ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები საპროტესტო აქციისთვის ეროვნულ დღესასწაულს ირჩევენ. ზუსტად იგივე უნდა მოხდეს, რაც მოხდა 26 მაისს 2011 წლის. ზუსტად იგივე სისხლისღვრა, რათა შემდეგ ამ სისხლისღვრამ დაპირისპირების გარკვეულმა განვითარებამ პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. გარდა ამისა 4 ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე არ ქონიათ ჯერ დიდი ხანია უკვე ისეთი აქცია, რომელიც ამ დამფინანსებლებს და პოლიტიკურ მათ კურატორებს მოუტანდა გარკვეულ კმაყოფილებას. შანსი ვერ ექნება გაერთიანებას, რომელსაც თავად აქვთ სისხლში გასული ხელები სახელმწიფოს თავის სიმაღლეზე
დგას. ეს არის ზეიმი ერთგვარი, სადაც საქართველოს მოსახლეობა გამოდის და ზეიმობენ ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს. ხომ და აქედან გამომდინარე ოპოზიციას რა გეგმები აქვს ეს ყველამ კარგად ვიცით, იმათი გეგმები არის რომ შემოიტანონ არეულობა, ეცდებიან გამოიყვანონ ხალხი და მოაწყონ პროვოკაციები, რომ ეს დღე არ შედგეს, მაგრამ ეს დღე შედგება აუცილებლად, ჩავლის მშვიდობიანად, იზეიმებს ხალხი და თუ იმეს რაიმე ტიპის გადაცდომა იქნება ოპოზიციის მხრიდან გაიზიარებენ თავისი თანაგუნდელების ბედს. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს 26 მაისი ჩვენი ეროვნული დღე აირჩიეს ანტიეროვნულმა ძალებმა. ანუ ანტიეროვნულმა ძალებმა ეროვნული დღე უნდა გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი გამოხტომისთვის. ეს ყო აი მართლა ამაზრზენი ამბავია. თან იმ ფონზე რომ როდესაც მათ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს არსებობა ძირს უფრთხობთ, საუბარი მაქვს მათ გარე პატრონებზე და აგენტურაზე 26 მაისი აირჩიეს მაინცსა და მაინც. ეს არის სამარცხვინო ამბავი, ბუნებრივია 26 მაისი კი არა, მათ არაფერი აღარ გამოუვათ. დანიაში საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სასტიკი დარბევის მიუხედავად კოპენჰაგენის პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დასჯილა, რაც ნათლად მეტყველებს ევროკავშირის სამართლიანობის სტანდარტზე. მეტრეველმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანას არაფერი ესაქმება ისეთ გაერთიანებაში, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს დღითით ხეშორდება. ჩვენ ყველა ვიხილეთ ის დამსგუნველი კადრები, რაც მოხდა დანიაში, კოპენჰაგენში, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს. ეს არის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია. და ცხადია, რა თქმა უნდა, ამ ფაქტის გამო არავინ არც ერთი სამართალდამცავი იქ არ დასჯილა. ზოგადად მე მინდა უფრო ცოტა გლობალურად ვისაუბრო ამ საკითხზე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ დღეს ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში რაღაც პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახობდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ. თუმცა რეალობა დღეს არის აბსოლუტურად სხვა. ევროკავშირი არის უმძიმეს კრიზისში და მათ შორის რა თქმა უნდა დემოკრატიული უკუსლა არის. მე პირადად მიმაჩნია, რომ საერთოდ შესაძლოა დღეს საზოგადოების უმრავლესობას საერთოდ აღარ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში საუბარი იმაზე, რომ რაღაც 80% დღეს სულს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ასობით ადამიანმა დუბლინში კონგოელი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა 35 წლის ივ საკილა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დაცვის თანამშრომლებმა მაღაზიიდან ქურდობის სავარაუდო ფაქტის გამო მიაბეს. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს მამაკაცი საკილას მუხლს კისერში. კადრებმა ირლანდიაში ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასობით ადამიანმა ქვეყნის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სამართლიანობა მოითხოვა. პოლიციამ საკილას გარდაცვალების გამოძიება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ახობაძე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო, ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა. შეგახსენებთ გამოძიების ინფორმაციით, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე მეწარმეს, რომელსაც 2024 წლის 29 მარტს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის გვერდისავლით მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლი შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებას დაპირდა. სანაცვლოდ ქრთამის სახით 9 მილიონი ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250.000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოქმნილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობას. მეტიც, წარდგენილი ბრალი, ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ ესე ვთქვათ მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურამ.
უბრალოდ ფიზიკურად არ შეიძლება ქთამის აღება დაკვალიფიცირდეს იმ შინაარსით, რაც დღეს იქნა წარმოდგენილი. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყველა ინსტანციაში. ბრალდების მხარე ასაბუთებდა, რომ ლევან ახობაძის მიმართ არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმართვის საფრთხეები, რაც სასამართლომ გაიზიარა და ჩათვალა, რომ ამ საფრთხეების არსებობა იყო იმ მოცულობით, რომ აუცილებელი იყო ლევან ახობაძისთვის პატიმრობის შეფერდება, რაც შეეხება მოცემულ საქმეში მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე მტკიცებულებებთან მიმართებითაც ისაუბრა სასამართლო პროცესზე. ამას წარმოადგენს გარკვეულ პირთა გამოკითხვის საქმეები, მათ შორის ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის საბაჟო დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ტელეფონების დეტალური ამონაწარები და ასე შემდეგ, წერილობითი დოკუმენტაცია, რაც ვფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ლევან ახობაძემ განახორციელა მის მიმართ ბრალად შერწყმული ქმედება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარტნიორობის უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა. აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და წარმატება უსურვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთიანობის პარაკლისი გადაიყადა. სამების საკათედრო ტაძარში წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. 23 მაისის ვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დადგინდა. ვევედრებით უფალს, რომ მოგცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, დევნილების, დაბრუნების თავიანთ სახლებში. აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს ჩვენ დღემდე ვიმკით და მოგცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ. კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა პარაკლისი, ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა აფხაზეთობა თითოეული დევნილისთვის, დევნილი საზოგადოებისთვის. ეს დღე დაწესდა უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. წელს პირველი წელია, როდესაც აფხაზეთობას ხვდებით მის გარეშე და ჩვენ გვჯერა გვწამს, რომ მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ ფესვებს, ჩვენ დაუბრუნდებით აფხაზეთში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ყველას ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია დღევანდელ დღეს ულოცავს. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ემოციებით უთბილესი ულამაზესი მოგონებებით არის გაჯერებული ამავდროულად მწუხარე ფიქრის და ღრმა სევდის, მაგრამ ასევე მტკიცე იმედის გამოხატულებაცაა წერს თეა ახვლედიანი სოციალურ ქსელში. სრულიად საქართველოს ყველას ვისთვისაც აფხაზეთი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ვულოცავ აფხაზეთობას. 23 მაისი განსაკუთრებული თარიღია წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში აფხაზეთის მიწაზე იქადაგა. სწორედ ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. იგი წარმოაჩენს ქართველებსა და აფხაზებს შორის ერთიან ქრისტიანულ ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორიას, იმ კულტურულ და ადამიანურ კავშირებს, რომელთაც ვერც დრო და ვერც ხელოვნურად აღმართული ბარიერები გააქრობს. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი, ულამაზესი მოგონებებით არის გაჯერებული, ამავდროულად მწუხარე ფიქრის და ღრმა სევდის, მაგრამ ასევე მტკიცე იმედის გამომხატველიცაა. აფხაზეთობის აღნიშვნა მისი უწმინდესობის ილია მეორის ინიციატივით დამკვიდრდა და იქცა მისი ურყევი რწმენის გამოხატულებად, რომ მშვიდობის, სიყვარულისა და შერიგების გზით აუცილებლად აღდგება ჩვენი ხალხის ნდობა და ერთობა. ეს რწმენა დღეს კიდევ უფრო გვაცდიერებს და გვრჩება პასუხისმგებლობად, რომ ამ მიზნის მიღწევის გზა იმავე სულისკვეთებით, სიბრძნითა და ღირსებით გავიაროთ.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება და განვითარება არის ძლიერ ქართულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ დადგება დღე, როდესაც 23 მაისს არა მონატრების განცდით, არამედ ერთად ყოფნის სიხარულით შევხვდებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა 112-ის ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ჯანდაცვის მინისტრმა მოადგილესთან ერთად იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჭოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილა. მიხეილ სარჯოლაძემ დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაიცნო. კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა ნერვკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები, ამასთან ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტურად მართვის საკითხებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინიციატივა წამოსული ამ კლინიკისგან, რომელიც გულისხმობს იშვიათი დაავადებების ცალკეულ შემთხვევებში ჩვენს მიერ დანერგილი ახალი პროგრამის ფარგლებში, რომ ამბულატორიულად მეთვალყურეობის სერვისების მიმწოდებელი იყოს ჩართული იმ პროგრამაში, რომლითაც მოემსახურებიან მაგალითად ატროფიის, კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტული კარდიოლოგიური კლინიკის ჩართვა ამ პროგრამაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიაწვდის მომსახურებას პაციენტებს, რომლითაც ჭირდებათ ეს მომსახურება და ეს გულისხმობს მაგალითად დუშენის ან კუნთოვანი ატროფიის ან ეგრეთ წოდებული ბეკერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის მომსახურების მიწოდებას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, მათ შორის ამ პაციენტების მკურნალობის თვალსაზრისით. იმავდროულად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებით, რომელიც გაჩნდება მაგალითად გულის თანდაყოლილი მანკის კურნალობის მიმართულებით დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე. დღეს უკვე ჭოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გააკეთა განაცხადი ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ და ჩვენ მზადა ვართ მოემსახუროთ ასეთ ბავშვებს ამბულატორიულ სექტორში. არა მარტო საბავშვო ასაკში, არამედ 16 წლის ზემოთაც. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრაქტიკა ტრადიციულად გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებული ბავშვების ქირურგიული მკურნალობის და არა მარტო ქირურგიული მკურნალობის. ეს რა თქმა უნდა ჩვენ ხელს გვიწყობს და უფრო გვიეოლებს ბავშვებთან მუშაობას. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ეკატერინე ხუციშვილთან ერთად სპეციალურ მასწავლებლებს რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. ტურის მიზანი რეგიონის საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი პრაქტიკული უნარების, კომპეტენციებისა და თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება იყო. სპეციალურმა მასწავლებლებმა პროფესიული პრაქტიკა გაიარეს თბილისის იმ საჯარო სკოლებში, რომლებსაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით წარმატებული გამოცდილება აქვთ. 30 მასწავლებელი შეირჩა და მნიშვნელოვანია, რომ ისინი როგორც მაღალმთიანი რეგიონებიდან არიან, ასევე სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს წარმოადგენენ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი კვალიფიკაცია იყოს სათანადო შესაბამისი იმისათვის, რომ ინკლუზიური განათლება განხორციელდეს მაღალი ხარისხით და იყოს ხელმისაწვდომი ყველა სკოლისთვის და ყველა ბავშვისთვის. 30 სპეციალური მასწავლებელი ჩამოდის თბილისის ცენტრალური საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შესახვედრად. ისინი ადგილზე სარგებლობენ ცენტრის სუპერვიზორების მომსახურებით და სუპერვიზიის ქვეშ უკვე უშუალოდ ადგილზე საჯარო სკოლებში აკვირდებიან თბილისის წარმატებული სკოლების სპეციალური მასწავლებლების საქმიანობას.
დაბახულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის შენდება მოიწყობა, საჭიდაო დარბაზი და FIFA სტანდარტების შესაბამისი 450 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედანი. სოფელ ხორჯომში კი თანამედროვე სტანდარტების სპორტული დარბაზი აშენდა, ორსართულიანი სპორტ კომპლექსი სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ხულოში, დაბაში შენდება ახალი სპორტული კომპლექსი, მრავალფუნქციური, სადაც განთავსდება სხვადასხვა სახეობა სპორტის და ასევე შენდება და მოეწყობა საფეხბურთო მოედანი, რომელიც გათვლილი იქნება 450 მაყურებელზე. ფიქრობ, ეს კომპლექსი ხელშეუწყობს ჯანსაღი საცხოვრების პოპულარიზაციას და აზრდის არაერთ ჩემპიონს. მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა ხულოს ცენტრში სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომლის საპროექტო ღირებულება 13 მილიონ ლარზე მეტია, იქ არსებული მშენებლობის ტემპი და დინამიკა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სპორტული კომპლექსი მრავალმხრივი, მრავალფუნქციური იქნება. დაახლოებით 6-7 სახეობის სხვადასხვა სახის, ასე ვთქვათ, სპორტული სექციები გაიხსნება. ძალიან დიდი მნიშვნელობაა ხულოს სპორტ კომპლექსი, როდესაც შენდება. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ უფრო ბევრ სპორტსმენს მიზიდავს და დიდი ინტერესი გაჩნდება ახალი და დიდი ბაზარო იქნება. ამისთვის დიდ მხარდაჭერას მე ვუცხადებ და მთავრობის თავმჯდომარესაც და ამ პროექტის განხორციელებასაც. ასეთი იყო ახალი ამბები, ერთმანეთს 19 საათზე შევხვდებით.